სამომხმარებლო ფასების რამდენჯერმე ზრდის მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში მინიმალური ხელფასის ზღვარი არ იცვლება და ის 1999 წლის დონეზე რჩება. მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრძანებულების თანახმად მინიმალური ხელფასი 20 ლარით განისაზღვრა და ის ამ დრომდე არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მონაცემის გადახედვის მოთხოვნით არაერთი ორგანიზაცია თუ ექსპერტი გამოდის. რის საფუძველზე დადგინდა და რატომ 20 ლარი? უნდა მოიმატოს თუ არა და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამ სტანდარტულ ციფრს? ამის თაობაზე ჩვენ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის პასუხი ჩავწერეთ. ბორის ჭიჭინაძის თქმით, მინიმალური ხელფასის განსაზღვრის ერთ-ერთი მიზეზი ადმინისტრაციულ სახდელებს უკავშირდებოდა, რომელსაც მასთან შესაბამისობაში ადგენდნენ. ის ფიქრობს, რომ ეს ზღვარი სავარაუდოდ მოიმატებს, თუმცა სწრაფი ზრდა გარკვეულ რისკებსაც შეიცავს. მინიმალური ხელფასის სწრაფი ზრდაც არ შეიძლება. ანუ მინიმალური ხელფასის სწრაფ მასდამ შეიძლება გამოიწვიოს გამოშვებული პროდუქციისა და იმპორტირებული საქონლის ფასის ზრდა. რადგან ეს ხელფასი ფაქტიურად თუ ხელფასი გაიზარდა, ხელფასი არის თვითღირებულებაში შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტი. ამიტომ წარმოებლები და იმპორტიორები მე გამოშვებული პროდუქტს გაზრდიან. ამიტომ იმისათვის ეს არ დააწვეს დაბალ შემოსავლიან ხალხს, საჭიროა შემუშავდეს მეთოდოლოგია მინიმალური ხელფასის გამოანგარიშების, ამაში უნდა ჩაერთონ მეცნიერ ეკონომისტები, მკვლევარები, პროფკავშირების წარმომადგენლები, მთავრობის შესაბამისი დარგის სპეციალისტები, დარგობრივი სამინისტროების დამსაქმებლები, შემუშავდეს მეთოდოლოგია და ეტაპობრივად მოხდეს გაზრდა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის და განვითარების ადეკვატურად. ანუ ამავდროულად საჭიროა განისაზღვროს ის ძირითადი მოთხოვნილება, რაც არის ვალდებულება კანონმდებლობით, კონსტიტუციაში წერია, რომ დასაქმებულს უნდა ქონდეს სამართლიანი ანაზღაურება. ჩვენ ამის შესახებ 2007-8 წლებში იყო საუბარი, მეც მონაწილეობდი ამაში, სხვათა შორის სარეკომენდაციო წერილი შემუშავდა მთავრობის მისამართით 8 წელში, რომ მთავრობამ განსაზღვროს რა არის სამართლიანი ანაზღაურება იმ დროს. ანუ კანონმდებლობაში წერია კონსტიტუციაში. ანუ შესაბამისი კანონი იყო მისაღები. ანუ მე ხმათ ვარ დარწმუნებული, რომ მოხდება ამ კანონის დღის სინათლეს ნახავს, დღის შუქს მივიღებთ ისეთ კანონს, რომ როგორც საერთაშორისო ნორმები და კანონმდებლობა გვეუბნება, მინიმალური ხელფასი არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები. ანუ ამოსავალი ეს უნდა იყოს. ჩვენთან მოქმედი კანონმდებლობით საარსებო მინიმუმი დაახლოებით 250-260 ლარი. ხო, რომ მინიმალური ხელფასია მისი დაახლოებით 8-9%. მაშინ როცა საერთაშორისო კანონმდებლობა გვეუბნება, რომ მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმზე მეტი უნდა იყოს. ანუ ამ ეტაპზე ახლა მეც გავეცანი გარკვეული ხედვები არსებობს, გარკვეული რეკომენდაციები სხვადასხვა სტრუქტურების მიერ, რომ მალე დაიწყება მუშაობა მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების მიერ მინიმალური ხელფასის ოდენობის გაზრდის და მოწესრიგებასთან მიმართებაში. როგორც ეხან აღვნიშნე, ამაში უნდა ჩაერთოს დარგის სპეციალისტები, შემუშავდეს მეთოდოლოგია და მინიმალური ხელფასის გაზრდას ის შემთხვევაში დამსაქმებლებზე არ აწყობს ბევრ დამსაქმებელს. რადგან ამჟამად თქვა ზოგ სახელფასი 100 ლარი, ზოგ 150, ზოგ 200, თუ მინიმალური ხელფასი მე დადგინდა თქვა, დაწესდა და თქვა განისაზღვრა 200 ლარის ოდენობით პირობითაც რო თქვა. მაშინ დამსაქმებელს მოუწევს საშემოსავლო გადასახადი უნდა გადაიხადოს 200 ლარზე, 20%. ანუ 220% 40 ლარია, პლუს საპენსიო გადასახადი 2%. მაშინ როცა თუ 100 ლარს გაცემს ხელფასს, მას მოუწევს 20 ლარის გადახდა საშემოსავლოში და 2 ლარის საპენსიო. ანუ თუ გაიზარდა მინიმალური ხელფასი, მას ტვირთად აწვება ეს. ამიტომ საჭიროა ბალანსი დავიცვათ, გონივრული მიდგომა მეცნიერ ეკონომისტების, მთავრობის შესაბამისი დარგის წარმომადგენლების, რომ ეტაპობრივად მოხდეს და რაც კარგი იქნება როგორც სახელმწიფოსთვის, შესაბამისი სტრუქტურებისათვის და იმ ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდეთ ამ მიმართულებით.